საქართველოში ხშირად გვესმის, რომ ევროპის ქვეყნებში პენსია საკმაოდ მაღალია და ხანდაზმული ადამიანები საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობენ. ეს რასაკვირველია ჩვენთვისაც ასურველი რეალობაა, მაგრამ ამას აქვს თავისი ეკონომიკური მხარეც. ევროკავშირი, ისევე როგორც საქართველო, დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ბერდება, მაშინ როცა შობადობა იკლებს. რას ნიშნავს ეს ეკონომიკურად? ხანდაზმული ადამიანები პენსიას იღებენ საშემოსავლო გადასახადებიდან. ანუ ეს არის სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფული. როცა პენსიონერთა რაოდენობა იზრდება, მაშინ როცა სამუშაო ძალა იკლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ცოტა და ცოტა ახალგაზრდა ადამიანი იხდის იმ გადასახადებს, რითაც ივსება საპენსიო ხაზინა. ანუ გამოდის, რომ ქვეყნებმა ან პენსია უნდა შეამცირონ, ან გადასახადები უნდა გაზარდონ. ეს იმ შემთხვევაში თუ ემიგრანტებს არ მიიღებენ, უფრო მეტ საგარეო ვალს არ აიღებენ, ან ისე არ გაზრდიან ქვეყნის ეკონომიკას, რომ საშემოსავლო გადასახადები ნაკლებად დასჭირდეთ. მანამდე ამას შევხედოთ პოლიტიკური კუთხით. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ბერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უმრავლესობაც პენსიონერების ან საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი მოქალაქეების ხელშია. ამიტომ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ააგებს კამპანიას პენსიების შემცირების დაპირებით. ეს უბრალოდ მათემატიკურად არის წამგებიანი. მაგალითად 2023 წელს მაკრონის მცდელობამ, რომ საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაზრდილიყო, დიდი პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთან რომ გავალოთ პარალელი. სწორედ ამიტომ გვესმის პენსიების გაზრდის დაპირება თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიიდან წინა საარჩევნოდ. ეს არის უბრალოდ მათემატიკური გათვლა. მოსახლეობის შემცირების გამო კი პენსიების ზრდა კიდევ უფრო რთული ამოცანა გახდება ჩვენთანაც. ევროპაში არც დიდი გადასახადებია პოლიტიკურად მომგებიანი იდეა, მაგრამ სხვა გზა არ არის სოციალური პროგრამების დაფინანსებისათვის. ბევრ ქვეყანაში, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა, როგორიც არის დანია, საფრანგეთი, ავსტრია, იქ საშემოსავლო გადასახადებიც 50%, დანიის შემთხვევაში კი 60%-ს აღემატება. ამის კიდევ უფრო გაზრდა ბუნებრივია არავის ესიამოვნება. ბოლო დროს ევროპაში ასევე გაზრდილია ანტისაიმიგრაციო განწყობები, ამიტომ ემიგრაციის წახალისების პოპულარიზაციაც პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯია. და თან ევროპას არ სჭირდება ისეთი ემიგრანტები, რომლებიც თავშესაფარს მოითხოვენ და ტვირთად დააწვევიან მათ სოციალურ სისტემას. არამედ მათ სჭირდებათ მაღალი განათლებისა და შრომის უნარის მქონე კადრები, რომლებიც შექმნიან ახალ სამეცნიერო ინოვაციებსა და ბიზნესებს, რაც გაზრდის მათ ეკონომიკას. ასეთი ადამიანები კი ხშირ შემთხვევაში ევროპას კი არა, შეერთებულ შტატებს ირჩევენ. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.